Bhagavad Gita, თავი მეშვიდე, აბსოლუტის ცოდნა. ლექსი მერვე. ო კუნტის შვილო, მე ვარ წყლის გემო, მზისა და მთვარის შუქი, მარცვალი ომ ვედურ მანტრებში, მე ვარ ბგერა ეთერში და უნარი ადამიანში. განმარტება. ამ ლექსში განმარტებულია თუ როგორ გამსჭვალავს უფალი ყველაფერს თავისი სხვადასხვა მატერიალური და სულიერი ენერგიებით. თავიდან უზენაესი უფლის აღქმა მისი სხვადასხვა ენერგიებით შეიძლება. ამგვარად იგი იმპერსონალურად შეიცნობა. როგორც მზის ნახევარღმერთია პიროვნება და მისი ყოვლისგამჭოლი ენერგიით მზის შუქით აღიქმება, უფალიც, თუმცა თავის მარადიულ სასუფეველში იმყოფება, თავისი ყოვლისგამჭოლი გაბნეული ენერგიებით აღიქმება. წყლის გემო წყლის აქტიური პრინციპია. ზღვის წყალი სასმელად არ ვარგა, ვინაიდან წყლის წმინდა გემო მარილთან არის შერეული. წყლის მიმზიდველობა მისი გემოს სიწმინდეზეა დამოკიდებული და ეს წმინდა გემო უფლის ერთ-ერთი ენერგიაა. იმპერსონალისტი უფლის არსებობას წყალში გემოთ იგრძნობს, პერსონალისტი კი ამასთან ერთად ხოტბას ასხამს უფალს, ვინაიდან წყურვილის მოსაკლავად მოწყალედ გვიბოძა გემრიელი წყალი. ასე აღიქმება უზენაესი. პრაქტიკულად არ არსებობს უთანხმოება პერსონალიზმსა და იმპერსონალიზმს შორის. ვინც იცნობს ღმერთს, იცის ისიც, რომ არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობა. ამიტომ უფალმა ჩაიტანიამ დააარსა თავისი ამაღლებული მოძღვრება, ერთდროული ერთიანობა და განსხვავება. მზისა და მთვარის შუქის უმაღლესი სათავეც ბრაჰმა-ჯიოტია, რომელიც უფლის უპიროვნო ციალს წარმოადგენს. პრანავა, ანუ ტრანსცენდენტული ბგერა, ომკარა, რომლითაც ყოველი ვედური ჰიმნი იწყება, უზენაესი უფლისადმი მიმართვაა. ვინაიდან იმპერსონალისტებს უზენაესი უფალი კრიშნასადმი მისი ურიცხვი სახელებით მიმართვის ეშინიათ, ურჩევნიათ ტრანსცენდენტული ბგერის ომკარას ვიბრირება, მაგრამ არ ესმით, რომ ომკარა კრიშნას ბგერითი განსახიერებაა. კრიშნას ცნობიერება ყველაფერს მოიცავს და ის, ვინც კრიშნას ცნობიერება იცის, ბედნიერია. ვინც არ იცნობს კრიშნას, ილუზიაში იმყოფება. ამრიგად, ცოდნა კრიშნაზე განთავისუფლებაა, არ ცოდნა კი ტყვეობა. ლექსი მეცხრე. მე ვარ მიწის თავდაპირველი სურნელი და მე ვარ სითბო ცეცხლისა. მე ვარ ყოველი ცოცხალის სიცოცხლე და მე ვარ ეპითემია ყოველი ასკეტისა. განმარტება. პუნია ნიშნავს იმას, რაც არ იხსნება. პუნია თავდაპირველია. მატერიალურ სამყაროში ყველაფერს გარკვეული გემო და სუნი აქვს. როგორც გემო და სურნელი ყვავილებში, მიწაში, წყალში, ცეცხლში, ჰაერში და ასე შემდეგ, შეურეველი, თავდაპირველი სურნელი, რომელიც ყველაფერს გამსჭვალავს, კრიშნაა. სწორედ ასევე, ყველაფერს გარკვეული თავდაპირველი გემო აქვს და ამ გემოს შეცვლა შეიძლება ქიმიური ნივთიერებების შერევით. ამრიგად, ყველაფერ თავდაპირველს გარკვეული სუნი, გარკვეული არომატი და გარკვეული გემო აქვს. ვიბჰავასუ ნიშნავს ცეცხლს. ცეცხლის გარეშე ვერ იმუშავებს ქარხნები, ვერ მოვამზადებთ საჭმელს და ეს ცეცხლი კრიშნაა. ცეცხლში სითბო კრიშნაა. ვედური მედიცინის თანახმად, კუჭის მოუნელებლობის მიზეზს მუცელში დაბალი ტემპერატურა წარმოადგენს. ასე რომ, საჭმლის მონელებისთვისაც კი ცეცხლია საჭირო. კრიშნას ცნობიერებაში ჩვენ გვესმის, რომ მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ყოველი აქტიური პრინციპი, ყოველი ქიმიური ნაერთი და ყოველი მატერიალური ელემენტი კრიშნას მიზეზით არსებობს. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც კრიშნაზეა დამოკიდებული. ამიტომ კრიშნას წყალობით ადამიანს შეუძლია გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, ან შეიმოკლოს იგი. ამრიგად, კრიშნას ცნობიერება ყოველ სფეროში მოქმედებს. ლექსი მეათე. ო ბრთა შვილო, იცოდე, რომ მე ვარ ყოველი არსებობის თავდაპირველი თესლი, გონიერთა გონიერება და ძლევამოსილთა სიმამაცე. განმარტება. ბიჯამ ნიშნავს თესლს. კრიშნა თესლია ყოვლისა. არსებობს მრავალგვარი ცოცხალი არსება, მოძრავი
და უძრავი. ფრინველები, ცხოველები, ადამიანები და ასე შემდეგ. მოძრავი ცოცხალი არსებებია, მაგრამ ხეები და მცენარეები უძრავია. მათ გადაადგილება არ შეუძლიათ. მხოლოდ დგანან. ყოველი არსება სიცოცხლის 8.400.000 სახეობის ფარგლებშია მოქცეული. ზოგიერთი მოძრავია, ზოგიერთი უძრავი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მათი არსებობის თესლი კრიშნაა. როგორც ვედურ ლიტერატურაშია ნათქვამი, ბრაჰმანი ანუ უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ის, ვისგანაც ყველაფერი მომდინარეობს. კრიშნა პარაბრაჰმანი, უზენაესი სულია. ბრაჰმანი უპიროვნოა, პარაბრაჰმანი კი პიროვნება. უპიროვნო ბრაჰმანი პიროვნულ ასპექტში იმყოფება. ეს დადასტურებულია ბჰაგავად გიტაში. ამიტომ კრიშნა ყველაფრის თავდაპირველ წყაროს წარმოადგენს. იგი ფესვია, როგორც ხის ფესვი ასულთქმულებს მთელ ხეს, კრიშნაც, როგორც ყველაფრის თავდაპირველი თესლი, ყოველივეს ასულთქმულებს მატერიალურ გამოვლინებაში. ეს დადასტურებულია ვედურ ლიტერატურაში, კათხა უპანიშადი. იგია უმაღლესი მარადიული ყოველ მარადილს შორის. იგია უმაღლესი ცოცხალი ყოველ ცოცხალ არსებას შორის და მხოლოდ იგი ასულთქმულებს ყოველ სიცოცხლეს. შეუძლებელია გონების გარეშე რაიმეს გაკეთება და კრიშნა ამბობს, რომ მთელი გონიერების ფესვიც იგია. თუკი კაცი გონიერი არ არის, ვერ გაიგებს ღმრთების უზენაეს პიროვნებას, კრიშნას. ლექსი მე-11. მე ვარ ძალა ძლიერთა, რომელნიც ვნებასა და სურვილს არიან მოკლებულნი. მე ვარ სქესობრივი ცხოვრება, რომელიც რელიგიურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. ო ფარადა მეუფევ, არჯუნავ. განმარტება. ძლიერმა ადამიანმა ძალა სუსტის დასაცავად უნდა გამოიყენოს და არა აგრესიისთვის. სწორედ ასევე სქესობრივი ცხოვრება რელიგიური პრინციპების, თარმას თანახმად საჭიროა შვილების გამრავლებისთვის და არა სხვა რაიმე მიზნით. მშობლები პასუხს აგებენ იმაზე, რომ თავიანთი შთამომავლები კრიშნას ცნობიერები გახადონ. ლექსი მე-12. იცოდე, რომ არსებობის ყოველი მდგომარეობა, სათნოების, ვნებისა თუ უგუნურების, ჩემი ენერგიით ვლინდება. ერთის მხრივ მე ყველაფერი ვარ, მაგრამ დამოუკიდებელი ვრჩები. მე არ ვექცევი მატერიალური ბუნების მოდუსების გავლენაში, ვინაიდან პირიქით ისინი იმყოფებიან ჩემში. განმარტება. ამ სამყაროში ყოველი მატერიალური საქმიანობა მატერიალური ბუნების სამი მოდუსის გავლენის ქვეშ სრულდება. თუმცა ბუნების ეს მატერიალური მოდუსები უზენაესი უფალი კრიშნასგან მომდინარეობს, კრიშნა არ ექვემდებარება მათ. მაგალითად, სახელმწიფოს კანონებით ადამიანი შეიძლება დაისაჯოს, მაგრამ მეფე, კანონმდებელი, ამ კანონს არ ექვემდებარება. სწორედ ასევე მატერიალური ბუნების ყოველი მოდუსი, სათნოება, ვნება და უგუნურება უზენაესი უფლის კრიშნასგან მომდინარეობს, მაგრამ კრიშნა მატერიალურ ბუნებას არ ემორჩილება. ამიტომ იგია ნირგუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუმცა ეს გუნები, ანუ მოდუსები მისგან იღებს სათავეს, ისინი მასზე გავლენას ვერ ახდენს. ეს არის ბჰაგავანის, ანუ ღმრთების უზენაესი პიროვნების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიშანი. ლექსი მე-13. სამი მოდუსით, სათნოებით, ვნებითა და უგუნურებით მოტყუებული, მთელი სამყარო არ მიცნობს მე მოდუსებზე მაღლა მყოფსა და უშრეთს. განმარტება. მთელი სამყარო მატერიალური ბუნების სამი მოდუსით არის მოჯადოებული. ამ სამი მოდუსით მოტყუებულებს არ ესმით, რომ ამ მატერიალური ბუნების მიღმა უზენაესი უფალი კრიშნა იმყოფება. მატერიალური ბუნების გავლენის ქვეშ მყოფ ყოველ ცოცხალ არსებას გარკვეული სახის სხეული აქვს და შესაბამისად გარკვეული ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური მოქმედებები ახასიათებს. ბუნების სამ მატერიალურ მოდუსში 4 კლასის ადამიანები ფუნქციონირებენ. მთლიანად სათნოების მოდუსში მყოფთ ბრაჰმანები ეწოდებათ. მათ, ვინც მთლიანად ვნების მოდუსში არიან, ქშატრიები ჰქვიათ. ვინც არიან ვნებისა და უგუნურების მოდუსში, ვაეშები ჰქვიათ და მათ, ვინც სრულ უგუნურებაში იმყოფებიან, ეწოდებათ შუდრები. მათზე დაბლა ცხოველები, ცხოველთა სახეობებში
ყოფნი არიან, მაგრამ ეს სახელები დროებითია. მე შეიძლება ვიყო ბრაჰმანი, შატრია, ვაეშა და ასე შემდეგ. ეს ცხოვრება ნებისმიერ შემთხვევაში წარმავალია. მაგრამ თუმცა ცხოვრება წარმავალია და არ ვიცით ვინ ვიქნებით შემდეგ ცხოვრებაში, ამ ილუზორიული ენერგიით მოჯადოებულნი სხეულისეული კონცეფციებით მსჯელობთ საკუთარ თავზე, რის გამოც ვთვლით, რომ ვართ ამერიკელები, ინდოელები, რუსები, ბრაჰმანები, ინდუსები, მუსლიმანები და ასე შემდეგ. თუ კი მატერიალური ბუნების მოდუსებში გავეხვევით, დავივიწყებთ ღმრთების უზენაეს პიროვნებას, რომელიც ამ მოდუსებზე მაღლა დგას. ამრიგად, უფალი კრიშნა ამბობს, რომ ბუნების ამ სამი მოდუსით მოტყუებულ ცოცხალ არსებებს არ ესმით, რომ მატერიალური ფონის უკან ღმრთების უზენაესი პიროვნება დგას. არსებობს მრავალი სახეობის ცოცხალი არსება, ადამიანები, ნახევარღმერთები, ცხოველები და სხვა. ყოველი მათგანი მატერიალური ბუნების გავლენაში იმყოფება და ყოველ მათგანს დავიწყებული აქვს ღმრთების ტრანსცენდენტული პიროვნება. ნებისა და უგუნურების მოდუსში მყოფნი და ისინიც კი, ვინც სათნოების მოდუსში არიან, ვერ ცდებიან აბსოლუტური ჭეშმარიტების უპიროვნო ბრაჰმანის კონცეფციას. მთელი სილამაზით, სიმდიდრით, ცოდნით, ძალით, სახელმოხვეჭილობითა და განდეგილობით აღსავსე უზენაესი უფლის პიროვნული ასპექტის წინაშე მათ გონება ერევათ. თუ კი ეს სათნოებაში მყოფ არსებებს არ ესმით, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ნებასა და უგუნურებაში მყოფთ? კრიშნას ცნობიერება მატერიალური ბუნების სამივე მოდუსის მიმართ ტრანსცენდენტულია და კრიშნას ცნობიერებაში ჭეშმარიტად დამკვიდრებული არსებები განთავისუფლებულები არიან. ლექსი მე-14. ძალიან ძნელია ამ ჩემი ღვთაებრივი ენერგიის დაძლევა, რომელიც მატერიალური ბუნების სამი მოდუსისგან შედგება, მაგრამ ჩემზე მონდობილებს ადვილად შეუძლიათ მისი გადალახვა. განმარტება. ღმრთების უზენაეს პიროვნებას ურიცხვი ენერგია აქვს და ყოველი მათგანი ღვთაებრივია, თუმცა ცოცხალი არსებები მისი ენერგიის ნაწილები და ამიტომ ღვთაებრივნი არიან, მატერიალური ენერგიასთან ურთიერთობის გამო მათი თავდაპირველი უმაღლესი ძალა დაფარულია. მატერიალური ენერგიით დაფარულ ცოცხალ არსებას მისი გავლენის დაძლევა არ შეუძლია. როგორც უკვე ნათქვამი იყო, მატერიალური და სულიერი ბუნებებიც მარადიულია, ვინაიდან ღმრთების უზენაესი პიროვნებისგან მომდინარეობს. ცოცხალი არსებები უფლის მარადიულ, უმაღლეს ბუნებას მიეკუთვნებიან, მაგრამ დაბალი ბუნებით, მატერიით გაბინძურების გამო მათი ილუზიაც მარადიულია. ამიტომ განპირობებულ სულს ნიტია ბათა, ანუ მარადიულად განპირობებული ეწოდება. შეუძლებელია იმის დადგენა, თუ მატერიალურ წარსულში როდის გახდა იგი განპირობებული. მაშასადამე მისი მატერიალური ბუნების მარწუხებიდან განთავისუფლება ძალიან ძნელია, თუმცაღა ეს მატერიალური ბუნება უმდაბლესი ენერგიაა, ვინაიდან საბოლოო ჯამში მატერიალური ენერგიას უმაღლესი ნება მართავს, მისი ძლევა ცოცხალ არსებას არ შეუძლია. აქ უმდაბლესი მატერიალური ენერგია განსაზღვრულია როგორც ღვთაებრივი ბუნება, მისი ღვთაებრივი კავშირისა და ღვთაებრივი ნების მოძრაობის გამო. ვინაიდან ღვთაებრივი ნება მართავს მატერიალური ბუნება, თუმცა უმდაბლესია, საოცრად ქმნის და ანადგურებს კოსმოსურ გამოვლინებას. ვედებში ეს ასეა დადასტურებული. თუმცა ილუზია, ცრუ ანუ წარმავალია, მის უკან დგას უმაღლესი ჯადოქარი, ღმრთების პიროვნება, რომელიც არის მაჰეშვარა, უმაღლესი განმგებელი. სიტყვა გუნას ერთ-ერთი მნიშვნელობაა თოკი. უნდა გვესმოდეს, რომ განპირობებული სული ილუზიის თოკებით არის გაკოჭილი. ხელფეხშეკრული კაცი საკუთარ თავს ვერ გაითავისუფლებს. მას თავისუფალი ადამიანის დახმარება სჭირდება. გაკოჭილს სხვა გაკოჭილის დახმარება არ შეუძლია. ამიტომ მხსნელი თავისუფალი უნდა იყოს. მაშასადამე, მხოლოდ უფალ კრიშნას ან მის ჭეშმარიტ წარმომადგენელს სულიერ მოძღვარს შეუძლია განპირობებული სულის განთავისუფლება.
იგი ბრძანებს მისი განთავისუფლების განკარგულებას, მინდობილი სულისადმი, თავისი უმიზეზო წყალობითა და ცოცხალი არსების მიმართ მშობლიური სიყვარულის გამო, რომელიც თავდაპირველი სახით უფლის საყვარელი შვილია. ამიტომ უფლის ლოტოსის ტერფებისადმი მინდობა მკაცრი მატერიალური ბუნების მარწუხებიდან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აგრეთვე სიტყვა მამ ევა. მამ ნიშნავს მხოლოდ კრიშნას, ვიშნუს და არა ბრაჰმასა და შივას. თუმცა ბრაჰმა და შივა დიდად ამაღლებულნი არიან და თითქმის ვიშნუს დონეზე იმყოფებიან. რაჯო გუნასა, ნების და ტამო გუნას უგუნურების ამ ინკარნაციებს განპირობებული სულის, მაიას, ილუზიის მარწუხებიდან განთავისუფლება არ შეუძლიათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბრაჰმაცა და შივაც მაიას, ილუზიის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. თავი მეშვიდე, ვიშნუა მაიას მბრძანებელი, ლექსი ამიტომ პირველი, მხოლოდ მას ღმრთების შეუძლია უზენაესმა განპირობებული სულის პიროვნებამ განთავისუფლება. ახლა მისმინე, ვედები ო ადასტურებს ღვთაშვილო, ამას ფრაზით, თუ იოგას ანუ პრაქტიკით, თავისუფლება ჩემი სრული შესაძლებელია ცნობიერებით, მხოლოდ ჩემზე კრიშნას მოჯაჭვული შეცნობით. ჭკუით, უფალი შივაც ეჭვებისგან ადასტურებს იმას, განთავისუფლებული, რომ როგორ განთავისუფლების შეძლებ მიღწევა შემიცნო მე. მხოლოდ ვიშნუს წყალობით შეიძლება. განმარტება. უფალი შივა ბჰაგავად ამბობს, გიტას მეშვიდე მუქტი თავში სრულად არის აღწერილი სარვე კრიშნას ცნობიერების ბუნება. ვიშნურ ევანა კრიშნა მთელ სამშაია. სიდიადეებს სრულად ეჭგარეშია, რომ და აქ მხოლოდ ვიშნუს მოთხრობილია, შეუძლია თუ როგორ ავლენს იგი განთავისუფლების მათ. მინიჭება. ამ თავში აღწერილია აგრეთვე 4 სახის იღბლიანი ხალხი, რომელსაც კრიშნასადმი მიჯაჭვულობა